20.387 ადამიანით გაიზარდა. იმ ფონზე, როდესაც მთავრობა სივრცითი მოწყობის მასშტაბურ პროექტს აანონსებს, არასამთავრობო სექტორი 2012 წლიდან შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების სიას აქვეყნებს, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერდა 2012 წლიდან. ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილია ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობის დავით, მოგესალმებით. საინტერესოა ის სია, რომელიც თქვენ შეადგინეთ, გამოქვეყნეთ, ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტს მოიცავს. კონკრეტული პროექტები, რომელზეც გაქვთ თქვენ პრეტენზია, რომელიც უნდა გაეკეთებინა მთავრობას, თუმცა დღემდე შეჩერებულია, ან დაკონსერვებულია, ან მიმდინარეობდა, დაიწყო და აღარ გაგრძელდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რატომაც დაუშვათ სია შედგა, აქ მთავარი მიზეზი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, როდესაც მან დააანონსა, რომ 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით იქნება ინფრასტრუქტურული გუგუნი, ან ინფრასტრუქტურული ბუმი, ეს რა თქმა უნდა, ეს მოსასმენა ძალიან კარგია, თუმცა ამ განცხადებას საფუძველი არ აქვს და მე მინდა რომ უბრალოდ მოსახლეობამაც იცოდეს, რა ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერდა 2012 წლიდან 2016 წლამდე, ნაწილი ამ პროექტების იყო უბრალოდ დაპროექტებული, ნაწილი ამ პროექტების იყო უკვე დაწყებული, ან განხორციელებული, ხოლო ნაწილი პროექტების უბრალოდ ვერ შესრულდა, ან არ გაკეთდა, ან არ ვიცი, რაღაც პრინციპის ამბავი იყო, რომ არ გაკეთებული იყო. იგივე თბილისში მაგალითად უნდა მოწყობილიყო თამარის უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონეზე მოძრაობა გამოყოფდი, რომ ხიდი უნდა გაკეთებულიყო, რომელიც სამტრედის ქუჩასთან დააკავშირებდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს. სააკაძის მოედანზე, რომელზეც დღეს საუბრობენ, რომ გაამართლა, ნამდვილად არ გაამართლა, იმიტომ რომ წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნები არ ყენდება არსად სოფლიოში და ესა იყო გაკვირვების საგანი. ხო, საუბარია რომ იქ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდა, მას შემდეგ რაც კუნძულები დამონტაჟდა და ასე ვთქვათ მოძრაობის შედარებით. ხო, გასაგებია, მეც მსმენია მაგის შესახებ, მაგრამ ეხლა სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, იქ ყველგან შუქნიშანს ხო არ დავამონტაჟებთ, არა, იქ მისაღები არის სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის ორდონიანი მოძრაობა უნდა მოწყობილიყო იგივე სააკაძის მოედანზე, ისე რომ ნაკადებს ერთმანეთთან კვეთა არ ქონოდა და ამავე დროს შეუფერხებლად გადაადგილებულიყვნენ მაგალითად იგივე სანაპიროს მიმართულებაზე, მაგრამ სააკაძის მოედნის პრობლემა ეხლა გასცდა უკვე სააკაძის მოედნის პრობლემას და მოიცვა გარშემო ქუჩები, სადაც არის წარმოუდგენელი საცობები. თუმცა დავით აქ მარტო თბილისი არ არის საუბარი, იგივე ანაკლია ფოთი ბათუმის ავტობანის მშენებლობა და აქ ლაზიკა სპორტის წერია, თუმცა ლაზიკა და ანაკლის სპორტის მშენებლობა რეალურად შინაარსობრივად ამას დამთავრებულია უკვე და მშენებელი კომპანიაც არის. კი ბატონო, მე თბილისზე მინდა უცბად დავამთავრო, შემოვლით რკინიგზის პროექტზე თქვა აუცილებლად, რომელიც არის შეჩერებული 4 წელია და ჩვენ კითხვაზე რატოა შეჩერებული გითხრეს რომ იწერება დასკვნა, შესაძლოა იქ იყო რაიმე ხარვეზი, მაგრამ როდესაც 230 მილიონი დოლარია დახარჯული პროექტზე. განხორციელებულია 70% სამუშაოების და იმ პროექტს აჩერებ 4 წელი, იმიტომ რომ წერ რაღაც დასკვნას არის ჩემი აზრით დანაშაული, არა თუ უბრალოდ არაქმედითობა რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში. და ასევე თბილისის ტრანზიტული გზა, რომელიც შემოვლითი გზა, სადაც ტრანზიტული მარშრუტები ხორციელდება, არის პრაქტიკულად ამორტიზირებული. ბათუმში ჭოროხის ხიდის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, ადლიის მოსახლეობა უნდა დაკავშირებულიყო. ბათუმს ასევე ჭაობის დასახლებაში გზები უნდა გაყვანილიყო. ჩვენ ვიცით, რომ ბათუმში იგივე სტადიონი უნდა აშენებულიყო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მაგრამ იგივე ბათუმში ნახეთ, ტპელ აბუსერიძის ქუჩაა 13 ნომერი, ესეთი არკა, ცნობილი მთელი ბათუმისთვის, სადაც ყოველდღე ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, ყოველდღე იმტრევა ჩვენი მოქალაქე სამწუხაროდ ბავშვებით, რა თქმა უნდა, ყველა სამწუხაროა თავის თავად. არც ერთხელ ბათუმის მერია არ მისულა იქ და რაიმე კონკრეტული ღონისძიება არ განხორციელებს. ზოგადად ბათუმში გზების დაგების ტემპზე საუბარიც კი სასაცილოა, პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. იმერეთში 2000 იყო გარკვეული სამუშაოები ზაფხულის განმავლობაში, მე მახსოვს, ტურისტების უყურებლობას გამოიწვია, ამან თქო გზები გადაკეტილიყო და გადათხრილი იყო იქ. ეს რაღაც ლოკალური სამუშაოები, რომელსაც არაფერი არ აკავშირებს რაიმე ესეთი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, როგორც ამას ამბობდნენ. 2014 წელს ქუთაისში უნდა დამთავრებულიყო წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია და ახლა არის 2016 წელი და როდის მორჩება არავინ არ იცის. ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ერთი ნაწილი აღდგენილია, ხოლო მეორე ნაწილი უნდა აღდგენილიყო, გაჩერებულია. ბაღდათი-აბასთუმნის გზა ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის, იმიტომ რომ იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებდა პირდაპირ ეს ტურისტული ნაკადებისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და განავითარებდა როგორც იმერეთის ბაღდათის რაიონს და მიმართულებას წყალტუბოსკენ მაგალითად.
და ესეც გაჩერებულია. ლაგოდეხში უნდა აშენებული იყოს სავაჭრო სახლი, ღვინის მუზეუმი თელავში, ბაკურციხე გურჯაანის შემოვლითი გზა უნდა განხორციელებული იყო, კურორტი ახტალის რეაბილიტაცია ნაწილი განხორციელდა და ნაწილი შეჩერდა. თუმცა ახლა გამოასაპროექტაციოც ალბათ ახლა ეკონომიკის სამინისტრო მე მგონი როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამზადებს ამ პროექტს ასე ვთქვათ რომ გავიდა 4 წელი, ჩემი აზრით ქართული ოცნება ეხლა უნდა აბარებდეს ანგარის გამლილი 4 წლის განმავლობაში რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, არც ასეთი განცხადება ჩვენ ანგარიშის მხრივ სერიოზული რომ რაიმე ახალი ინიციატივა ქონდა ქართულ ოცნებას 2012 წლიდან დაწყებული 2016 წლამდე არ გვსმენია, არც გვინახავს და რაც ვნახეთ ისიც არასრულ ყოფილად და თავიდან ახსენე სივრცითი მოწყობა მეც ვახსენე პრინციპს საკადრო ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. შენ თქვი რომ თუ გაკეთდება ეს რა თქმა უნდა კარგია, მოსასმენად კარგია, მაგრამ რეალობა და ხორცი არ შეესხმება, მაგრამ საით ანუ აქედან გამომდინარე ვთქვათ რაც არის შეჩერებული, აქედან ამბობ რომ ვერ მოხერხდება ვთქვათ 550 კილომეტრის გზის მშენებლობა, მაგისტრალების გაყვანა, გვირაბების და ხიდების მოწყობა. ანუ რეალურად თუ ტემპში იმუშავებს ხელისუფლება, ამ ყველაფერს მოსწრება შეიძლება? არა, ნუ სამწუხაროდ ამ ხელისუფლების ტემპი არის ცნობილი და ჩვენ ვიცით რომ რატო არ ხორციელდება, მოდი ასე ვთქვათ რა. ერთი არ არის პოლიტიკური ნება და მეორე მხრივ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, იმიტომ რომ ეხლა როდესაც იგივე მაგალითად ზაჰესის ხიდი კეთდებოდა, ბოლოს ის ადამიანი გაიქცა და ააკავეს როგორც მახსოვს კორუფციაზე და ამავე. ანუ კომპანიები რომლებიც ამ ტენდერებში იმარჯვებენ როგორც წესი, მათ იგივე ზუგდიდში მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, არ აქვს არანაირი გამოცდილება იმ სამუშაოსი, რასაც უნდა აკეთებდეს. და ბუნებრივია ამ გამვლილი ისტორიიდან 2012-დან 2016-მდე ჩვენ რაც ვნახეთ, არანაირი სარწმუნოება იმისი, რომ 1000 კილომეტრი გზა გავა. როგორც ეს დაანონს და შემდეგ 4 წელიწადში და პლუს 550 მაგისტრალზე აქ საუბარი და მოზიდული იქნება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი. ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ზუსტად იგივე, რაც იყო 1 მილიონი ხის დაპირება, იმიტომ რომ ჩვენ არც გვინახავს, მაგრამ იგივე ხეების ნაწილში და გამწვანების ნაწილში თუ წავალთ, 500,000 ხე დაირგო, როგორც ქალაქის მერი ამბობს და ესე იგი გაზაფხულზე მის ყოფნის ბოლო თვეებში კიდე 500,000 უნდა დაარგოს, რომ ეს დაპირება შეასრულოს. ეხლა არავინ აღარ უარყოფს, რომ ეს დაპირებები აღარ სრულდება და იგივე თემასთან გვაქვს საქმე. რუსთავში მაგალითად სპორტის სასახლე უნდა აშენებული იყო, გაჩერებულია და არანაირი შეგრძნება არ გვაქვს იმისი რომ ეს არის დაუშვათ საქმიანი დამოკიდებულება მათ რეალურად სურთ და რა პრობლემებთან მიგვიყვანს ესე შეგვიძლია გავშალოთ. კომპანიებიც ახსენეთ დღეს ჩვენ ბიზნეს კონტრაქტის მაყურებელს ქონდა საშუალება ექსკლუზიურად გაიგო ჩვენ გარემო 25 კომპანიას საგზაო დეპარტამენტმა დაუწერა ჯარიმა გამოუწერა ვადების გადაცემა და სხვა დარღვევებზე იყო იქ საუბარი, თუმცა ალბათ პრევენციისთვის არცთვისი კარგი ჯარიმას დაუწერ შესაძლოა იმას გადახდა უნდა შენი კომპანიების გეთახმებით მოდით ესე ვთქვათ რა თბილისის შემთხვევაშიც მერიამ არაერთ კომპანიას დაუწესა ჯარიმა შემდგომ ეს კომპანიები ასამართლებენ ან ზოგი გარბის საერთოდ ან წდება ხელშეკრულება სანამ თავიდან ცხადდება მე ის ტენდერი გადის კიდე ამასობაში დრო და ის რაც მოსახლეობას უნდა რომ მიიღოს ეს არის დაუშვათ გზა კონკრეტულ რაღაც მონაკვეთს ვერ იღებს იმიტომ არის 2-3 წელი რატო იწელება იმიტომ რომ იმარჯვებენ ისეთ კომპანიები პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა აქ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ნეპოტიზმზე და გარკვეულ კორუფციულ ინტერესებზე რომელთაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ პროექტის განხორციელება რა ამ პროექტების არ განხორციელება ჩვენ მიგვიყვანს იქამდე მაგალითად რატო არის ახლა ტურისტებზე როცა საუბრობენ მზარდი იმიტომ რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები რაც 2012 წლამდე განხორციელდა ახლა დადგა ის შედეგი რითაც ასე ვთქვათ ვითვლით შემოდგომაზე წიწილებს ანუ ეს პროცესი მაგრამ ეხლა განხორციელებული პროექტები ზიანდება უკვე იმიტომ რომ მათი რეაბილიტაცია აღარ გრძელდება აუცილებლად გამოიწვევს ტურისტული ნაკადების შემცირებას იმიტომ რომ და ინვესტიციების და საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკურად დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდი იქნება ტურისტული ნაკადების შემცირება იცით რატომ ზრდას პროგნოზირებენ ინვესტიციები შემოდის მაშინ როდესაც ინვესტორი ხედავს რომ იმ ქვეყანაში რაღაც მშენებლობა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და ქვეყანა რაღაცნაირად ცხოვრობს ჩვენთან ამ მიმართულებით საერთოდ არანაირი ცხოვრების ასე ვთქვათ ნიშანი არ იგრძნობა ბუნებრივია ეს ინვესტიციებს შეამცირებს რაც საბოლოო ჯამში იქნება ეკონომიკური დარტყმა ქვეყნისთვის და საბოლოო ჯამში ეს აისახება თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მადლობა დავით მესხიშვილი იყო ჩვენი სტუმარი მადლობა მას სტუდიაში მოგბრძანებისთვის ჩვენ განვაგრძობთ ბიზნეს კონტრაქტის ეთერს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 25 კომპანია დააჯარიმა ავეჯის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ კი პროდუქციის ექსპორტზე